პროცესი იწყება ნაბიჯის განად. თუ ადამიანმა ნაბიჯი არ განააღიარა თავის პრობლემა, თითქმის შეუძლებელია მასთან რამე დახმარების გაწევა. კაცია აიტანს და ესეც იწვევს გარკვეული ემოციების ჩახშობას. როცა ოჯახში მსგავსი პრობლემა არის, მან შეუძლებელი იყოს ან ჰარმონია რაღაც სიმშვიდე ესე ვთქვათ. სირცხვილისგანს და რა სიტყვიან ჩემი მეგობრები, რა სიტყვიან ჩემი მეზობლები, რა სიტყვიან ნათესავები. ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ დღეს ექიმთან ვიყავით და საუბარი არის შვილზე, რომელიც არის 30 წლის ან 40 წლის და მოიხსენებ როგორც ჩვენ. სიყვარულს არ ჭირდება დამსახურება, სიყვარული უნდა იყოს უპირობო. მოგესალმებით, ეს არის ზენ ცენტრის პოდკასტების სერია რეჰაბიტატი. მეორე სერიის თემა თანადამოკიდებულება. ამ თემას განვიხილავთ მე კარლო ფიფია, ზენის ფსიქოლოგი და ჩემი კოლეგა გიორგი დემეტრაშვილი, ადიქციის სპეციალისტი და ჩვენი პროგრამული ხელმძღვანელი. გიორგი, თუ შეგიძლია განვიხილო, რამდენად დიდი პრობლემაა თანადამოკიდებულება. მოგესალმები, კარლო. ძალიან საინტერესო და სიღრმისეული თემაა თანადამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ ხვდებიან ხოლმე და ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს თვითონ ტერმინი თანადამოკიდებულება. დასაწყისისთვის რა თქმა უნდა დამოკიდებულების გამო ჩამოყალიბდა ეს ტერმინი, სადღაც აღმოაჩინეს, რომ დამოკიდებულების გარდა არსებობდნენ მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ამ ქცევას ავიზუალებდნენ და სარკისებურად იქცეოდნენ ხოლმე, მაგრამ აუცილებელი არ არის ჩვენს გარშემო იყოს დამოკიდებული ადამიანი, შეიძლება ეს იყოს მეგობარი, რომელიც საზღვრებს გირგვებს გამუდმებით, მაგრამ შენ ამ საზღვრების დაცვას ამჯობინებ დარჩე იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ხარ, ან გინდა დაუმტკიცო უფროს სამსახურში, რომ შენ საკმარისი ხარ და ამის გამო იწყებ ბევრი რაღაცეების ზედმეტად კეთებას, ან მშობელი, რომელიც შვილის პრობლემაზე ატარებს თელ თავის ცხოვრებას. თვითონ ეს თანადამოკიდებულება საინტერესო იმითიც არის, რომ მოდის ღრმა ბავშვობიდან. დამოკიდებულია აღზრდასთან და შეიძლება ყოფილიყო გადაჭარბებული ზრუნვა ბავშვის მიმართ, ან ყურადღების დეფიციტი. აი საინტერესოა თუ დავაკავშირებთ წარსულ გამოცდილებას შემდეგს დასრულ გამოცდილებასთან, თუ მაგალითად ბავშვს, რომელსაც ემოციების გამოხატვის სურვილი ჰქონდა და შენი ხარიტირო, იმიტომ რომ მე თავი მტკივა ეუნებოდა მშობელი, ბავშვი სწავლობს იმას შემდეგ ცხოვრებაში როცა უკვე დასრულობაში გადადის, რომ ტირილი არის ცუდი ქცევა. ამიტომ არ უნდა იტიროს და მისი ემოციები უნდა იყოს ჩახშობილი. რაც შეეხება ადიქციასთან დაკავშირებით, თანადამოკიდებულება მოდის საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმით. ადამიანი კონცენტრირდება და მისი ვექტორი მიმართულია იქით, რომ გადაარჩინოს სხვისი ცხოვრება და აქ შემოდის გადამრჩენელის როლი. ეს გადამრჩენელის როლი ადვილი და მარტივი და საძლევი არ არის, იმიტომ რომ იწყებს საკუთარ თავზე არასთქმას, საკუთარ საჭიროებებზე არასთქმას, საკუთარ მოთხოვნილებებზე არასთქმას, მარტო იმის გამო, რომ იყოს საკმარისი. ანუ აქედან რომ დავასკვნოთ, თუ ბავშვობაში სიყვარული უნდა დაგვემსახურებინა, ეს აუცილებლად ჩამოგაყალიბებს თანადამოკიდებულად. მეც დავამატებდი ერთ მნიშვნელოვან მომენტს, როდესაც პატარა არის ბავშვი, როდესაც დასულია, როცა ის იწყებს, მას უნდა თასმა შეიკროს პირობითად, ხო? ამ დროს, როდესაც მშობელი უნდა მოუარს, ისე რომ მოდი მე შეიკროს, სწორედ აქედან იწყება თანადამოკიდებული ქცევა, აქედან ყალიბდება დამოკიდებულ ოჯახში და ნათქვამია, რომ ეს მდგომარეობა არის ოჯახური დაავადება, დამოკიდებულსა და თანადამოკიდებულს შორის აღნიშნავ, არის ოჯახური დაავადება, ოჯახური პრობლემა, რომელსაც ჭირდება კომპლექსური მიდგომები, რასაც თავაზობთ ჩვენ ზენში. ამ თანადამოკიდებულებას კიდე გააჩნია თავისი ასპექტები. გარდა იმისა, რომ მოდის ბავშვობიდან ყალიბდება, რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს? ან მე კარგ ხასიათზე ვდგები მარტო იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ირგვლივ ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად გრძნობენ თავს. მე მხიარულად ვარ მაშინ, თუ ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. რეალურად უკვე იბნევი ადამიანი, სად მთავრდება საკუთარი სურვილი და საკუთარი მოთხოვნილება და სად იწყება სხვისი. კონცენტრირებული ხარ მუდმივად სხვის სურვილებზე, სულ უნდა იყო ხელმისაწვდომი. რა არის თანადამოკიდებულების ძირითადი პრობლემა? უჭირს გარკვეული ემოციების დაფიქსირება, რომ მასაც ტკივა, რომ მასაც წყინს,
რომ აქვს განცდა რომ სულ დამნაშავეა თუ რაღაცა პრობლემა წარმოიქმნება თუნდაც ოთახში, ოჯახში აქვს განცდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია. აი პარტნიორული ურთიერთობა რო ავიღოთ, თუ არის რაღაცა ჩახშობილი ემოცია, არ მოსწორს პარტნიორის რაღაც გარკვეული ქმედება და ამ ქმედებას ან ვერ აფიქსირებს, ეს უკვე თანადამოკიდებულების სინდრომია, იმიტომ რომ თუ მე ხა ამას ამ ყველაფერს ვეტყვი, ის წავა ჩემი ცხოვრებიდან და შესაბამისად განცდა აქვს, რომ მარტო დარჩება და მარტო სული იქნება. ესეც ბავშვობიდან მოდის, მაგალითად თუ დისფუნქციური იყო ოჯახი, ან მოდი აი დაუბრუნდეთ ადიქციას, თუ ყავდა მომხმარებელი ოჯახის წევრი და აი ბავშვია, ბავშვის მაინც მოგერიდოს, ბავშვს მაინც არ დაანახოს ყველაფერი, ან აი მამა მთვრალია პირობითად და მიდი შენ უთხარი რომ აღარ დალიოს, ბავშვი აქედანვე სწავლობს, რომ ის უნდა იყოს გადამრჩენელი, მასზეა დამოკიდებული მამის მდგომარეობა. შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში ბავშვი როდესაც დასრულ ასაკში გადადის, პარტნიორად ირჩევს მამის ფსიქოტიპს ხოლმე, ფსიქოტიპას, ზუსტად იგივე პარტნიორებს, როგორც იყო მამა, ვის გარდარჩენასაც შეძლებს ამ შემთხვევაში. ხშირად ჩემ კარიერაში აღნიშნავ ეგეთ მომენტს, რომ უფრო თანადამოკიდებულები არიან აი დედები ძირითადად, აი მამებისგან ძალიან იშვიათია, რომ 1-2 თუ შემხედრია ჩემ კარიერაში, ვინც მამა მოსულა ჩვენთან პირველად ჯგუფებზე დასწრებულა, რაღაც ინფორმაცია წაუღია ჩვენგან. ძირითადად არის დედები, ან შეიძლება იყოს დებები, ამ საკითხზე რა სიტყვოდი გიორგი, შენი გამოცდილება კი, ასევე მეუღლეებიც არიან ხოლმე. მამები, იმიტომ რომ მაინც სხვა მიდგომა აქვს მამას ადიქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დედა არის პოზიციიდან, რომ მუდმივად უნდა იყოს მშველელი. მე თუ ეხა ამას ვარს არ გადავუხდი პირობითად, შეიძლება რაღაც დაემართოს, შეიძლება რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც უარეს მდგომარეობამდე მიიყვანს. მე თუ ეხა ამას არ დავეხმარები, მე თუ ეხა ამას სახში არ შემოუშვებ, მე თუ ეხა ამას არ გავუკეთებ, განცდა აქ იმისა, რომ საკუთარ შვილთან ეს დედობრივი კავშირი რაც აქვს, ეს დედობრივი კავშირი უნდა ჩახსნას, ამიტომ ეს ყველაფერი რთულია. მამებს სხვა დამოკიდებულება აქვს, არ აქვს სტერეოტიპებიდან გამომდინარეც არის ეს ყველაფერი, რომ არსებობს ტერმინები, რომ ყოფილი მომხმარებელი არ არსებობს და მსგავსი რაღაცეები თან, ტრადიციებია ჩვენთან თან, უყურე მამის და ბავშვის დამოკიდებულებაც შეიძლება ყოფილიყო ბავშვობაში ესეთი, რომ თუ ბავშვი პატარა რაღაცა ყანწით დავალევინებთ ალკოჰოლს, მამას ვაჟკაცი იზრდება და მსგავსი არა ჯანსაღი ტრადიციებით, ვითომ ტრადიციებით. ხო, შეიძლება ჩვენ წინ სულმარი ჩამოყალიბდეს ადიქტი ის, რომ გაიზრდება და რაც უფრო დიდი ყანწით დალევს, მით უფრო მაგარი კაცი გონია ამ ტრადიციებიდან გამომდინარე და ამ ჩასმენილი ინფორმაციიდან გამომდინარე საკუთარი თავი. ასევე მამებს აქვს დამოკიდებულება, რომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისგებლობა და თვითონ უნდა აკეთოს ეს ყველაფერი. კაცია აიტანს და ესეც იწვევს გარკვეული ემოციების ჩახშობას და რეალური საჭიროებების და მოთხოვნილებების გაუფასურებას. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აი ჩვენი საქართველოს მენტალიტეტი ზოგადად რთულია, რომ აღიაროს. თუნდაც თანადამოკიდებულმა პრობლემა აქვს. აი პრობლემის აღიარება ძალიან უჭირთ. პირველ რიგში პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული არის ამ შემთხვევაში რა. მე ვფიქრობ, ეს უნდა დაიწყოს საზღვრების დაცვით, რაც უმნიშვნელოვანესი არის. პროცესი ზოგადად აი სწორი ქმედების პროცესში არას თქმა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ძალიან უჭირთ ხშირ შემთხვევაში ამის გაკეთება. ზოგჯერ ძალიან რთულია, რომ რადიკალური ზომების მიმართოს ოჯახის წევრმა, აი მაგალითად დამოკიდებული ოჯახის წევრის სახელიდან გაუშვას პირობითად, არ დაეხმაროს ფინანსურად ამის გაკეთება, ერთი მხრივ მისთვის ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელია და ბევრი ვერ დგამს ამ ნაბიჯს. ამის გაკეთება ხო ძალიან მარტივი არ არის ერთი შეხედვით, თუმცა აუცილებელი არის ხშირად ამის გაკეთება უჭირთ. აღიარება მარტო მაგაზი არ არის დამოკიდებული, აქ კიდე შემოდის სირცხვილის განცდა, რა სიტყვიან ჩემი მეგობრები, რა სიტყვიან ჩემი მეზობლები, რა სიტყვიან ნათესავები და თუ ადამიანი პირობითად შეიძლება სადაც სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდეს, შეიძლება ნათესავს უთხრა, რომ გერმანიაშია სამსახურში სამუშაოდ წასული და ასე შემდეგ. ამის აღიარება იწყება იქიდან, რომ ყოველ ჯერზე როცა ჩვენ ვეცადეთ ადამიანი გადაგვერჩინა, ან დაგვემტკიცებინა ჩვენი საკმარისობა და ეს ყველაფერი არ გამოგვდიოდა, ყოველ ჯერზე ეს ჩვენი წარუმატებლობა იწვევს თვითშეფასების გადაბლებას და საბოლოო ჯამში ეს ჩვენი თვითშეფასება ისეა დაბალი, რომ ყველა ღონეს და ძალღონეს ვიყენებთ იმისთვის, რომ რაღაცა ან რესურსი ჩავდოთ, რომ ვიღაც გადავარჩინოთ. ეს მუდმივად გადამრჩენელი სურვილიც
როგორც აღნიშნეთ, მოდის ბავშვობიდან, იმიტომ რომ სადღაც რაღაცა პატარა დაგავალეს რომ გაეკეთებინა და შენ ეს სიყვარული უნდა დაგემსახურებინა და სხვანაირად კარგი ვერ იქნებოდა. თუ კარგი ვერ იქნებოდი, ესე იგი ყველა მიგატოვებდა და მარტოობა ასოცირდება რაღაც სიცოცხლის დაკარგვის შიშთან. თანადამოკიდებულებას აქვს თავისი სიმპტომები და გამოვლინება. ხა ადამიანებმა, რომლებსაც ამ ჩამონათვალს გავაკეთებ, შეიძლება ბევრმა აღმოაჩინოს საკუთარი თავი. უჭის არასთქმა მაშინ, როცა შინაგანად ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს, რომ თქვას არა. და ეს არასთქმაც იმიტომ უჭირს, რომ მე თუ ეხა ამას არას ვეტყვი, როგორც აღნიშნეთ, შეიძლება მიმატოვონ და დავრჩე ცარიელი და დავრჩე მარტო. არ აქვს პირადი საზღვრები დაცული. ეს პირადი საზღვრები შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, ემოციური საზღვრები, თავის დროის საზღვრები, მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისთვის ასატანი ხდება ისეთი მიდგომები და თუნდაც შეურაცხმყოფელი სიტყვები, რასაც არ აიტანდა. აქაც იმიტომ, რომ ისე მარტოსულად არ იგრძნოს თავი, ან თუ მე ახლა ყველაფერზე დაუფიქსირებ იმას, რომ საზღვარი მაქვს, თუნდაც ფინანსური საზღვრები რო ავიღოთ, ხო, ხშირად დამოკიდებული შემთხვევაში ყველაზე მეტად დარღვეულია ემოციური და ფინანსური საზღვრები. თუნდაც ეს ფინანსური საზღვარი რო ავიღო, ეხლა მე თუ ამას არ მივცემ, შეიძლება ამან ცუდი რამე ჩაიდინოს და სხვას გამოართვას და აი მე ჩემ ნათესავს არ უთხრას, ისევ მე მოუგვარებ ამ პრობლემას და აქაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე იღებს სხვა ადამიანის პასუხისგებლობას, სხვა ადამიანის მდგომარეობა დამოკიდებული ხასიათზე, საკუთარ ხასიათზე. როგორ ვიგრძნო მე თავი, დამოკიდებულია იმაზე, როგორ გრძნობენ ჩემს ირგვლივ ადამიანები თავს. ეს არის ძირითადი ჩამონათვალი იმ სიმპტომების, რაც ახასიათებს თანადამოკიდებულს. მინდა გიორგის ფაქტს აღნიშნო, რომ აი აღნიშნე შენ რომ საზღვრების დაცვა, არასთქმა, მსგავსი მიდგომები, თუმცა ესე ერთ შეხედვით მარტივი არ არის, ხო, იმის გაკეთება, ამას ჭირდება კომპლექსური მიდგომები, რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა შესაბამისად, ხო? ისე და ისე ის ფაქტი, რომ აი მეზობლებმა რაღაც არ თქვას, ისე უნდა გადავარჩინო მე ჩემი ოჯახის წევრი. ამას ჭირდება მიდგომები, სწორი მიდგომები, რაც ესე ვთქვათ, ამის უნარი შეიძლება ადამიანს არ ქონდეს, ხო, ამის ინფორმაცია არ ქონდეს. შესაბამისად, შეუძლია ჩვენ გვაქვს, ჩვენთან არის ჯგუფები ზენში, ზენ-ცენტრში. გარდა იმისა, რომ თანადამოკიდებული აზიანებს საკუთარ თავს და ყველაზე მეტად საკუთარ თავს აზიანებს, იმიტომ რომ მისი ყველა ემოცია არის ჩახშობილი და ორიენტირებულია სხვის მდგომარეობაზე, ის ასევე აზიანებს მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც. მაგალითად, დედა, რომელიც 40 წლის შვილს ეუბნება, რომ შენ ახლა ქუდი დაიფარე, თორე რო გახვალ გაცივდები. 40 წლისა ადამიანი უნდა მისცა შესაძლებლობა, რომ აიღოს პასუხისგებლობა საკუთარ თავსა და საკუთარ ცხოვრებაზე. ხო, მისი არჩევანია უნდა იყოს ის, გაცივდება, საჭმელს შეჭამს, თბილად ჩაიცმევს, თუ არ ჩაიცმევს. ზუსტად იგივეა, თუ ადამიანი მიაჩვია, რომ 20 წლის განმავლობაში საწოლი უნდა უსწორო, ის 30 წლის ასაკშიც მოგთხოვს საწოლის გასწორებას, იმიტომ რომ უკვე დაისწავლა ეს ჩვევა და მასში ჩამოყალიბებულია პატერნი, რომ საწოლი ჩემი პრობლემა არ არის, ის ჩემი პრობლემა არ არის. ეს ჩემი პრობლემა არ არის. საკუთარი პრობლემები, რომლებიც შევიქმნი, ესენი ჩემი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩემი აგრეთ საყვარელი ადამიანები ამ პრობლემებს ყველანაირად მომიგვარებენ. ხო და ეს სიყვარული არ ნიშნავს მტკიცებას იმისას, რომ აი მე შენ ყველაფერს გაგიკეთებ, არ უნდა გჭირდებოდეს ამ სიყვარულის ყიდვა, ამ სიყვარულის დამსახურება და ასე შემდეგ, ხო? თუ მე ავიღებ პასუხისგებლობას შენ ქმედებაზე, მე არ გაძლევ შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს და ეს გაზრდა შეიძლება მიმდინარეობდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. როგორ ხდება ეხა დამოკიდებულის შემთხვევაში, რა როლი აქვს ამ ყველაფერს, თანადამოკიდებულის როლი რა არის დამოკიდებულის შემთხვევაში? ხშირად დამოკიდებული ადამიანის თლიან ცხოვრებაზე იღებენ პასუხისგებლობას მისი ოჯახის წევრები, მისი თანადამოკიდებული ახლობლები, შეიძლება იყოს ეს პარტნიორი, შეიძლება იყოს შვილი, შეიძლება იყოს დედა. ხო და რას ნიშნავს ეს პასუხისგებლობის აღება? თუ მაგალითად საჭიროებს რაღაც სახის დახმარებას, რომელ დახმარებაზეც თვითონ გეუბნებოდა აქამდე უარს და დღეს გთხოვს ამ ყველაფერს, შენ ყველაფერს იზავრო, გაუკეთო. ეს დახმარება არ მოიცავს ჯანსაღ დახმარებას. მაგალითად, თუ შეიტყე, რომ მან აიღო გარკვეული თანხის რაოდენობის ვალები, შინაგანი განცდა აქ თანადამოკიდებულს, რომ ეს ვალები მისი გადასახდელი იქნება. აქეთ რა მდგომარეობა ყალიბდება, ერთხელ თუ გადამიხადეს ვალი, ორჯერ თუ გადამიხადეს და სამჯერ თუ გადამიხადეს,
მაშინ მეოთხეთაც გადამიხდიან. ამიტომ ეს ვალის გადახდით თანადამოკიდებული იწყებს იმის მტკიცებას, რომ საჭიროა და ეს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, არის манипуляციაში და მუდმივი იქნება ეს манипуляცია. ასევე პასუხისგებლობის აღების შესაძლებლობას არ აძლევს ადამიანს, რომელიც უკვე დიდი ხანია დასრულია, მაგრამ საერთოდ არის ის რა უნდა. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს შენ თვითონ უკეთებ. შეიძლება გქონდეს მუდმივი უკმაყოფილების განცდა. არ არის ეს მარტო დამოკიდებული თანადამოკიდებულის ურთიერთობა, შეიძლება იყოს მეგობარი, რომელიც მუდმივად გასმენინებს საკუთარ პრობლემებს და არ გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენ თვითონ გაუზიარო შენი რაღაცა გარკვეული სირთულე. უფროსი, რომელიც გამუდმებით გთხოვს იმაზე ზედმეტის გაკეთებას, რაც შენი საქმე არ არის. ხო, პარტნიორი, რომელიც რაღაცა ემოციურად ძალადობს შენზე, ან არ მოგწონს მისი გარკვეული ქმედება, მაგრამ შენ მაინც კმაყოფილდები და ამჯობინებ გაჩუმებას მარტო იმის ხარჯზე, რომ მე თუ ეხა ხმას ამოვიღებ, ამას დავკარქავ, მე თუ ეხა რაღაცას ვეტყვი, ვიქნები ცუდი. ესეც საკუთარ რაღაცა ეგოზე გადის, ხო? თუ მე რაღაცის გაკეთებაზე უარს ვიძახი იმის გამო, რომ შენ რას იფიქრებ ჩემზე და სავარაუდოდ ცუდს იფიქრებ ჩემზე, ხო? ჩემი წარმოსახვით. შესაბამისად, ესეც ჩემ ეგოზე გადის და ამ ეგოს გამო მიჭირს იმ ჯანსაღი ქმედების გაკეთება, რაც რეალურად უნდა გავაკეთო. სიყვარულს არ ჭირდება დამსახურება, სიყვარული უნდა იყოს უპირობო. სიყვარული არ უნდა იყოს რაღაცა შაბლონური, რახანც შენ მე გიყვარავ, ან მე შენ მიყვარხარ, ამის გამო აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთო. როგორც ფსიქოლოგი, რო გვითხრა, რა გზას გადის თანადამოკიდებული გამოჯამთელების პროცესში. მინდა აღვნიშნო და პირველი თქვა ის, რომ პროცესი იწყება ნაბიჯის განადგურებით. თუ ადამიანმა ნაბიჯი არ განაღიარა თავის პრობლემა, თითქმის შეუძლებელია მასთან რამე დახმარების გაწევა, რაღაცნაირად დავეხმაროთ მას. მაგრამ ერთი სამწუხარო ფაქტი გიორგი არის ის, რომ ჩვენთან მოსული თანადამოკიდებულები ხშირად მოდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ოჯახის წევრს სჭირდება დახმარება, აი თუნდაც რეაბილიტაციაში იმყოფება ოჯახის წევრი და უკვე მას შემდეგ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რომ იცი რა, შენს გჭირდება დახმარება, შენს თანადამოკიდებული ხარ, ეს არის ოჯახური დაავადება. როდესაც ამ ინფორმაციას იგებენ, მხოლოდ მას შემდეგ უჩნდება ცურვილები, რომ იარონ ჯგუფებზე რაღაც დაესწრონ თუნდაც უფასო ჯგუფებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ოჯახის წევრების, რომლებიც იმყოფებიან რეაბილიტაციაში, ხო? როგორც გითხარი, უნდა გადადგათ პირველ რიგში ნაბიჯი, შემდგომ გვაქვს ჩვენ მრავალი პროდუქტი, ასე ვთქვათ, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ თანადამოკიდებულებს და დაწყებული უფასო ჯგუფებიდან დამთავრებული ფასიანი ჯგუფები, რომელიც კვირაში რამდენიმე დღე სრულდება, მათ შორის ეს მოიცავს არტ თერაპიას, ფსიქოლოგთან კონსულტაციებს, ინდივიდუალურ თერაპიებს და ეს სხვა ჯგუფურ თერაპიებს, რაც რეალურად ეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში ადამიანს, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ ერთი თერაპია ან ერთჯერადად სესია ფსიქოლოგთან გავლილი საკმარისი არ არის. საჭირო არის მიდგომები, ხო? ან მინიმუმ ერთი თვე ან რამდენიმე თვე გრძელდება ზოგადად ეს პროცესი, რაც ადამიანს დაეხმარება, რომ გააცნობიეროს ასთან აქვს საქმე და უშუალოდ ეწოდება ინსტრუმენტები, როგორ დაძლევს ესა თუ ის პრობლემა. შემდგომ ეს უკვე შეეძენს ჰარმონიას მათ და ეს ვთქვათ ოჯახში პრობლემებს მარტივად დაძლევენ, ესე ვთქვათ, ამით. ანუ ჩვენთან თანადამოკიდებულების სწავლობენ როგორ თქვან, არა ისე რომ თავი თავნაშავეთ არ იგრძნონ, როგორ თქვან, როგორ დააფიქსირონ საკუთარი საზღვრების არსებობა ჯანსაღად, საზღვრები ხო არ ნიშნავს იმას, ეს ჩემი საზღვარია და შენ არ გადმოხვიდე. საზღვრის დაცვაც ეტაპობრივად ხდება, როგორ დააკვირდნენ საკუთარ ემოციებს, როგორ გამოხატონ საკუთარი ემოციები ჯანსაღად და როგორ იზრუნონ საკუთარ საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე. იმის განცდის შიშის გარეშე, რომ მე ხა ვიღაცისთვის არასაკმარისი ვიქნები და მე მიმატოვებ. აი ხშირია, როდესაც საზღვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს, ან შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ ინფორმაცია, ხო? ამის ზოგადად გაცნობიერება რა არის საზღვარი და როგორ უნდა დაიცვა საზღვარი, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ პრობლემა დაიძლოს, ესე ვთქვათ რა. ხშირია თანადამოკიდებულებში ფინანსური საზღვრის ან თუნდაც ფიზიკური საზღვრის დარღვევა, ხო? აი, როდესაც ოჯახში მსგავსი პრობლემა არის, მან შეუძლებელი იყოს ან ჰარმონია რაღაც სიმშვიდე, ესე ვთქვათ რა. სწორედ ეს მიდგომები, რაც ჩვენთან ისწავლება ზენში, რაც დაეხმარება ნებისმიერ თანადამოკიდებულ თუ დამოკიდებულ ადამიანს, რომ მსგავსი პრობლემა დაძლევს, რაც ესე ვთქვათ ოჯახური პრობლემა არის. კი, და გამოვიდეს იმ გადამრჩენელის როლიდან, რომელიც ამდენ რაღაც ბონუსებს აძლევს ნეგატიური ემოციების სახით.
და გადავიდეს ჯანსაღი დამხმარეს როლში. ჯანსაღი დამხმარე რას ნიშნავს? მე დაგეხმარები შენ ჯანსაღ რაღაცეებში და არა იმ რაღაცეებში, რაც ზიანს გაყენებს. ხშირია ჩემ კარიერაში ეგეთი ფაქტები, როდესაც თანადამოკიდებული დედები ჯგუფებზე ამბობენ, რომ აი ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ დღეს ექიმთან ვიყავით და საუბარი არის შვილზე, რომელიც არის 30 წლის ან 40 წლის და მოიხსენებ როგორც ჩვენ. აი სწორედ ეს მიდგომა არის არასწორი და რაც რეალურად არის რასაც ჭირდება ეს ვთქვათ სწორი მიდგომები, რომ ეს დაიძლიოს. ამასთან დაკავშირებით რამე ხო არ შეგიძლია შენც რომ განავრცვან თქვა. კი, არის ესეთი ტერმინი ქალბატონები, რომლებსაც ზედმეტად ძალიან უყვართ. ეს არ არის სიყვარული, როცა უკვე 30 წლის ზრდასრულ ჩამოყალიბებულ ადამიანს მოიხსენებ როგორც ჩვენ. ეს არის მის მთლიან ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და მარტო პასუხისმგებლობის აღებაც არ არის, საკუთარ ცხოვრებას კარგავ, ან მთელი დღის განმავლობაში ორიენტირებული და კონცენტრირებული ხარ სხვის ცხოვრებაზე, სხვის ქმედებაზე, ჭამა არ ჭამა, აცვია არ აცვია, ეხა სად არის, როგორ არის და აქედან გამომდინარე იბადება მუდმივი შფოთის განცდა, რა ჭირს, სად არის, როგორ არის, კარგად არის, ცოცხალია, არ არის, ეხა რას აკეთებს, მერე იწყება გამუდმებით კონტროლი. ეს კონტროლი როგორც დამოკიდებულს, ისევე თანადამოკიდებულს არ აძლევს მოსვენებას, ხო? რას ნიშნავს ეს კონტროლი? აბა თვალების შემომხედე, აბა ეხა სად იყავი, აბა ეხა რას აკეთებდი, აბა თვალით დამირეკე, აბა მაჩვენე რომ მართლა მართხარ, ეგ ფული ახლა მაგისთვის გჭირდება მართლა, მაშინ პირდაპირ კომპანიას გადავურიცხავ და მსგავსი რაღაცეები. გამუდმებით კონტროლი. შემდეგ გამოჯამრთელების გზაზე იგივე პატერნი, იგივე ქცევა რჩება და ეს გამუდმებით კონტროლი ხშირად ჩავარდნაც ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მოდის. გამუდმებით კონტროლი აიძულებს დამოკიდებულ ადამიანის უარყოფის სისტემას, რომ დააბრუნოს ისევ მოხმარებაში. მინდა ის დავნიშნო გიორგი, რომ თუ ადამიანს პირობითად უნდა სამე წავიდეს, ხამე არ მოვიდეს სახლში, ან თუ უნდა მოიხმაროს, ალკოჰოლი დალიოს, ეს ხო მისი უფლებაა, შეუძლია ნებისმიერ რამე გააკეთოს, ხო? ამ შემთხვევაში ვერ გააკონტროლე მას, მის ქმედებას. ისე რომ ისო კონტროლი შენ აღნიშნე, ეს იწვევს უკვე მას ურთიერთობაში აგრესიას, დაძაბულობას, მუდმივ კონფლიქტს და ეს პრობლემაა კი არ გვარდება, არამედ ის ძალიან იბერება ბუშტები და ერთ დროს შეიძლება ეს გასკდეს და ძალიან ცუდად აისახოს ურთიერთობაზე. შეიძლება აი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს ეს ყველაფერი პატრულის გამოძახებით და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანს მივცეთ არჩევანის საშუალება, თუ მას უნდა რომ ნივთიერებები მოიხმაროს ან ალკოჰოლი დალიოს ან თუნდაც წავიდეს სახლიდან, ანუ არ ჭირდება კონტროლი ამისთვის. დამეთანხმები ალბათ ამაში, ხო? მისი არჩევანია, რაც უნდა ის გააკეთოს. მე მინდა თანადამოკიდებულს მიმართო და ესეთ რამე უთხრა, რომ პრობლემის აღიარება უნდა დაიწყონ საკუთარი თავით. გარედან აბიჯი, მოაგვარონ თავიანთი სულიერი, ემოციური, ფიზიკური მდგომარეობა და შესაბამისად უკვე ეს ოჯახური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება. პრაქტიკაში არაერთი მსგავსი кейსი შემიძლია მოვიყვანო. კი ბატონო, ეს კონტროლის აღნიშვნე და თვითშეფასებაზე საუბრობდით და ზუსტად ის დაბლა წეული თვითშეფასება ამდენი წარუმატებელი კონტროლი, იმიტომ რომ თუ ადამიანს რაღაცის გაკეთება უნდა, სულ დრო ოთახში გამოვკეტოთ, რაღაცას ის მაინც გააკეთებს, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად. ამიტომ კონტროლი საერთოდ არ მუშაობს ამ შემთხვევაში.